მოგესალმებით. ეს არის ჩემი პირველი დამოუკიდებელი გადაცემა, რეგულარული გადაცემები იქნება. მოვიფიქრებ ალბათ ლოგოსაც, მოვიფიქრებ ინტენსივობას, გაჩნიათ თქვენ როგორი გექნებათ მოთხოვნები და ჩვენ შეგვეძლება ძალიან ხშირად ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ ზომის გზნობა გამაჩნია, რომ თავი არ შეგაწყინოთ და ბევრი არ გელაპარაკოთ, მაგრამ ქვეყნისთვის, ჩვენი მდგომარეობისთვის განსაკუთრებულ საკითხებზე ჩვენ ყოველთვის მოძებნით დროს. ასე რომ დღეს არჩევანის საშუალება ტექნოლოგია იძლევა, ვინმე შეუძლია ნახოს ცნობილი კუდრაჭა ტელევიზიები, ვიღაცა შეუძლია ნახოს და მოისმინოს ის საუბარი, რომელსაც მე დღეს შევეხები იმ თემებს, რომელიც დაგროვდა დღეისათვის. ასე რომ დავიწყოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა, მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება და უნდა გაგვეჩნდეს იმის უნარი, ყოველგვარი თქვათ ემოციის გარეშე ვადევნოთ თვალყური იმ მდგომარეობას, რაც შექმნილია ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. როგორც ერთი, ისე მეორე განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხარისხით, რომელიც მსოფლიოს მთავარ მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს. ესე იგი, საქართველოში მიმდინარე პროცესების სათავეში არის არა საკუთრივ შიდა პროცესები, არამედ ის, რაც განპირობებულია თავარი მოთამაშეების, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პოზიციების დაპირისპირებით და ამ დაპირისპირებაში ჯერჯერობით რაიმე საიმედო, სანდო და თვალნათელი, რომ იტყვიან, სიუჟეტი არ იკვეთება. დაძაბულობის ბოლო ჯერჯერობით არ ჩანს. რა ხდება საკუთრივ სამხრეთ კავკასიაში? რა ხდება საკუთრივ საქართველოში? ცხადია, მხოლოდ ამ კონტექსტიდან შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ მიმდინარე პროცესები და სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობა პიკს აღწევს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ წლების წინ მოხაზე პირადად მე და თქვენ ამის შესახებ იცით, რომ მიზანი არის სამხრეთ კავკასიიდან, შუა აზიიდან რუსეთის განდევნა. უკრაინაში მიმდინარე პროცესი სწორედ ამას ემსახურება, რუსეთის განძევას, რუსეთის ჩაკეტვას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობას, დასავლეთის სრული კონტროლით ყველა ტრასისა, ყველა რესურსისა და ასე შემდეგ. რა გამოვა აქედან? ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება, მე ვფიქრობ, რომ ბევრი არაფერი გამოვა, მაგრამ მთავარი ის არის, თუ რა პოზიციას დავიკავებთ ჩვენ იმისათვის, რომ ზუსტად ვიმოქმედოთ, ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოება იქნეს უზრუნველყოფილი და ამასთან ჩვენ შევძლოთ ჩვენი მთავარი პრობლემების მოგვარება. აი, ეს არის მთავარი. მაგრამ ამას სჭირდება პროფესიონალური პოლიტიკა, ამას სჭირდება პოლიტიკური მოღვაწეები საქართველოს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, რადგან ოპოზიცია თუ ნორმალური სახელმწიფო გვინდა ჩვენ ხელისუფლების ნაწილია. მოდით პირდაპირ ვთქვათ, რა სერიოზული როლი აკისრია დაალაგებულ ქვეყანაში ოპოზიციას. ცხადია, ოპოზიციის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ კარგად არიციან, ის რასაც კონსტრუქციული ოპოზიცია ქვია, არის იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა ვერ ახერხებს პრობლემების გადაჭრას და ჩნდება
სერიოზული დაძაბულობა ქვეყანაში იმისათვის, რომ ქუჩაში არ გავიდეს საკითხი და ქუჩა არ აირიოს, ოპოზიცია ანაცვლებს ხელისუფლებას ახალი არჩევნების გზით და ხოლმე ხელისუფლებაში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები უკვე ოფიციალურად არიან ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში მყოფი ძალა გადადის ოპოზიციაში. ესე იგი, აი ეს კონსტრუქციული მომენტი ოპოზიციისა, რომ ის თამაშობს ისეთ თამაშს, რომელიც სახელმწიფოში პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს, ჩვენთან მიღებული არ არის. ვინ არის ოპოზიცია, ვინ იყო ყოველთვის ოპოზიცია, იყო არ იყო არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის მტერი, ეს არის მოღალატე, ეს არის ხელისუფლება, ეს ხელთუქმნელი წარმონაქმნები უკვე 35 წელი, ხო? არა და არ შეიძლება ამათი გაკრიტიკება, არ შეიძლება ამათთან რაიმე რომ მიტყვიან დისკუსიის წარმართვა, ამათმა ყველაფერი იციან, ამიტომ ყველა მტერია, ვინც ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას აკრიტიკებს, ხო? აი ეს მარაზმი განაპირობებს იმ საშიში მდგომარეობას, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პრობლემების სათავეს სწორედ დილეტანტურ პროფესიულ საქმიანობაში ჩვენი ხალხის საკმაო ნაწილის აბსოლუტურად განურჩეულ მდგომარეობაში ყოფნაში და არჩევანის გაკეთების შეუძლებლობაში მდგომარეობს. მაგრამ რაც არის ჩვენ სწორედ იმიტომ საუბრობთ, რომ როგორმე სიტუაცია იყოს სხვანაირი, როგორმე იყოს იმ აუცილებელ ჩარჩოებში გადაყვანილი, რომლის გარეშე უბრალოდ ქვეყანას განვითარება არ ექნება. ქვეყანა არ ვითარდება. ქვეყანა ვითარდება იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მოქალაქეები ტოვებენ თავიანთ ქვეყანას, თურმე ეს პოლიტიკა ყოფილა, მე ვერასდროს ვერ გავიგებ პროფესიული თვალსაზრისით იმ განცხადებებს, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფი ძალები აკეთებდნენ. მე რასაც შეფასებებს გავაკეთებთ, ეს პიროვნებას არასდროს არავითარ შემთხვევაში არ იქნება პიროვნებასთან დაკავშირებული. მე ვაკეთებ მხოლოდ საჯარო პირის, ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფი პირის საქმიანობის შედეგის შეფასებას, განცხადების შეფასებას, ავიღოთ თუ გნებავთ ის გამოუგნებელი განცხადება და რომელზეც ჩვენ კარგად არ უკვირდებით, რომ აქ არავითარი რაიმე სასიკეთო საქმე არასდროს არ იქნება, არც ამ 10 წელიწადში, არ უახლოეს წელიწადში. ავიღოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ეხება სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში. როგორ აცხადებს ის, მე მგონი მისი ნათქვამია, იმიტომ მისი პორტრეტით გამომიგზავნეს, რაზეც იყო მინაწერი, რომ მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა საქართველოში არც 10 წლის განმავლობაში შეიძლება და არც 20 წლის განმავლობაში და ამდენად ჩვენ ევროპაში უშვებთ ხალხს სამუშაოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდით ახლა გავაკეთოთ წმინდა პროფესიული შეფასება. ეს არის არა მარტო მცდარი შეფასება, არამედ საშიშად მცდარი შეფასება. გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი ისე აცხადებს ამას რეალური პოლიტიკური სიტუაცია, რესურსები, რომელიც პოლიტიკოსების ხელში არსებობს, როგორ უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ქვეყანაში იქნეს უზრუნველყოფილი დასაქმება, ხაზოსვა, ეკონომიკური განვითარება, სტაბილური მდგომარეობის მიღწევა მისთვის უცნობია. თუ თქვენ არ იცით, როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაშინ რატომ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მართვას. როგორ შეიძლება სამუშაო ადგილების შექმნაზე თქვა უარი და აპრიორი განაცხადა, რომ არ შეიქმნება, ამიტომ წადით ევროპაში იმუშავეთ, სად უშვებთ ამ ხალხს?
სამეცნიერო ცენტრებში უშვებთ ამ ხალხს, უშვებთ ცნობილ დასავლურ ტექნოლოგიურ საწარმოებში თუსად ყველაზე უმძიმეს, ყველაზე იაფფასიან და ყველაზე რთული სამუშაოც, ანუ ყველაზე დაბალანაზღაურებადი, ტოტალური სიმძიმის სამუშაო, რასაც ქვია, ის სამუშაო, რომელსაც ჩვენი ქალბატონები აკეთებენ დასავლეთში, გასაგებია მობლერთა ინსტიტუტი და ასე შემდეგ და მომსახურეობის სფერო და ასე შემდეგ და გამოდის რომ ჩვენ აქ არ შევქმნით სამუშაო ადგილებს, ქართველები სწავლენ ამ ქვეყნიდან, მაგრამ იმისთვის რომ რაღაც დაბალ ანაზღაურებადი მუშახელი იყოს, თურმე ბიზნეს სჭირდება, მე პრემიერისგან გავიგონე ასეთი სრულიად გაუგონარი რამ, ამიტომ ისინი არ შეუშლიან ხელს მიგრანტების შემოსვლას ქვეყანაში და მოხდება ის, რაზეც ჩემს პოდკასტებში მე ძალიან უხეში ფორმით, ძალიან ხისტად გავახმაურ, ქართველებისგან იცლება ქვეყანა. და ეს არ არის სამჯალო საკითხი. ჩვენ გვინდა ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკას, ქვეყნის პოლიტიკურ ნაბიჯებს, ჩვენ გვინდა სოციალურ სფეროზე ვისაუბროთ. ესე იგი, მთავარი, როდესაც ხელისუფლება გეუბნება და ხელისუფლება არის ბიძინა ივანიშვილი და არავით არის საქართველოს მთავრობა, არავით არის პარლამენტი და არავით არის სასამართლო, იმიტომ რომ ხელისუფლება ამ გაგებით კონსტიტუციური ხელისუფლება ქვეყანაში ფორმალური ხასიათისა, რეალური ხელისუფლება, რეალური გადაწყვეტილების მექანიზმები მხოლოდ ერთი კაცის ხელშია. ეს კაცი გეუბნებათ, რომ თქვენ არანაირ სამუშაო ადგილებს არ უნდა ელოდოთ ამ ქვეყანაში, თუ გინდათ დასაქმება, წადით ევროპაში და აჰა, გაგიხსენით კარები. ამაზე უფრო დიდი კატასტროფის მოსმენა საკუთარი ხელისუფლებისგან უბრალოდ წარმოუდგენია. ესე იგი, აქ არის ორი რამ. ერთი რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის მიმართ, ყველაზე იოლი გზა ერთია, თუმცა დამანგრეველი ქვეყნისთვის, აიძულოს ხალხი წავიდეს სამუშაოდ სხვაგან, ადამიანები აქ თავს ვერ ირჩენენ. და მეორე ის რომ მან არ იცით როგორ უნდა გააკეთოს ეს. კარგი ბიზნესმენია, კარგი ეს სხვა თემა არის. დიდი ფული აქვს, ეს ღმერთმა მოახმაროს მის ოჯახს დიდი ფული, კარგი ბიზნესმენია, ბიზნესმენი და ხელისუფლებაში ყოფნა და სახელმწიფოს მოვლა ერთი და იგივე არ არის. ბიზნესის საქმიანობა და სახელმწიფო საქმიანობა დიამეტრალურად განსხვავებული სფეროებია ადამიანის საქმიანობისა, ადამიანის მოღვაწეობისა. პოლიტიკა არის ადამიანის ყველაზე რთული სფერო მოღვაწეობისა, მოითხოვს კომპლექსურ ცოდნას, მოითხოვს განსაკუთრებულად ორიენტირებულ აზროვნებას და ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ და არ უნდა ვიყოთ გაკვირვებული, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერს ამას ვეგუებით. ჩვენ ამას საპასუხო აზრს არ ვუჩენთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არის აბსოლუტურად დილეტანტური, განწირული დამარცხებისთვის და მეორე თემა. ხელისუფლება დღეს არის კოჭლი. ბოლო პოდკასტში მე ზუსტად ავწერე ყველაფერი, ახლა მხოლოდ ოდნავ შევეხები ამ თემას, რადგან სხვა თემებია გაცილებით უფრო საინტერესო დღევანდელი გადასახედიდან. ხელისუფლება ლეგიტიმაციის გარეშეა. არ მოეწონათ ჩემი ნათქვამი ხელისუფლების მომხრეს, მაგრამ ეს ჩემი შეფასება კი არ არის. ეს არის რეალობა. პარლამენტში არჩევნების შედეგად ზის ერთი პარტია. ყველა დანარჩენი პარტია უარს ამბობს ამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ცხადია არ შევიდნენ პარლამენტში და მოდით ასე გავაკეთოთ. ის რაც დღეს ხდება, გარკვეული აზრით იმეორებს იმ მდგომარეობას, როცა მე პარლამენტში გავხდით და მოქალაქეთა კავშირს გაუჩინეთ პრობლემები და 8 პარტია
8 ფრაქცია პარლამენტის შიგნით კოალიციაში გაერთიანდა, ერთი იყო ცალკე მოქალაქეთა კავშირი, რომელიც ხელისუფლებაში იყო და აშკარად ჩანდა, რომ თუკი 8 ორგანიზაცია გაერთიანებული პარლამენტის ქოლგის ქვეშ სერიოზული ადგილია, გითხრათ სიმართლე, საჯარო პოლიტიკური საქმიანობისთვის, მოქალაქეთა კავშირი იქნებოდა განწირული. რომ არ მოუყვე პერიპეტიები და ცალკე საუბრის თემა, მე მქონდა გარკვეული დაპირისპირება ცნობილ 2-3 ლიდერთან, რომლებიც საღამოობით ისევ ჟვანიასთან გარბოდნენ მოსალაპარაკებლად, ისევ რაღაცებს თხოვდნენ, ისევ რაღაც გარიგებებზე მიდიოდნენ, მე მაშინ მათ უხსნიდი მარტივ რაიმეს, თუ თქვენ პოლიტიკოსები ხართ და თქვენი შვილი არის ჟვანიას ადგილზე, ანუ მოქალაქეთა კავშირის ლიდერი არის თქვენი შვილი, საპარლამენტის თავმჯდომარე, უზარმაზარი თანამდებობა და იგი აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში თქვენ პოლიტიკოსი ვალდებული ხართ, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იზოლაციაში მოექცა თავისი შეცდომების გამო, ბოლომდე მიიყვანოთ და წაართვათ მას ხელისუფლება. ასეც მოხდა, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მრავალი დაძაბულობისა, საბოლოო ჯამში ხელისუფლება დაკარგა მოქალაქეთა კავშირს. ეხლა მე ზუსტ პარალელს გადმოვიტან, ყველა პროცესში პირადად ვიყავი ჩართული, ზუსტ პარალელს გადმოვიტან. კარგია ოპოზიცია, კარგია სხვა პარტიები, ცუდია, კარგია ოცნება, ეს თემა სასაუბრო არ არის. გამაოგნებელი პოლიტიკური შეცდომების შედეგად ოპოზიცია დაადგა იმ გზას, რომ იზოლაციას უკეთებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას. ხელისუფლებაში მყოფი ძალის ფაქტიურად 8 წლიანი სულ ცოტა 8 წლიანი შეცდომების შედეგად. ყველაზე დიდი შეცდომა ქართულ ოცნებას ჰქონდა 2016 წელს, როცა ნელ-ნელა კოალიციური მთავრობაზე გადასვლით, ნელ-ნელა შემოყვანით და პასუხისგებლობის გადანაწილებით დაემყარებინა წონასწორობა, თვითონ იქნებოდა დომინირებული ძალა, ადგა ყველა გარიყა კონსტიტუციური უმრავლესობას ჩაებღაუჭა, ასე იყო თუ ისე იყო, მიიღო და ამის შემდეგ დაიწყო ოცნების, როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ფსევდოპოლიტიკური ძალის კრახი, ტოტალური კორუფცია, ტოტალური უპასუხისმგებლობა, კვლავ სრული ძალაუფლებისკენ ტოლვა და შედეგი სახეზეა. ეხლა გდება მომენტი, მოხდება თუ არა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ისეთი კონსოლიდაცია, რომელიც ოცნებას უბრალოდ გარიყავს და დააკარგვინებს მას ძალაუფლებას. ორი მომენტს უნდა მივაქციოთ ყურადღება. გარეთ, ხელისუფლების გარეთ ახალი ბელადი არ ჩანს. ძველი ბელადები ერთი რაღაც სანატორიუმშია, აქვე სამედიცინო დაწესებულების სახით და ის როგორც პოლიტიკოსი დასრულებულია, ეს მისი ბრალია მხოლოდ. ოცნების ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში თავისთავად ცხადი არაფორმალური მმართველობა ძალას კარგავს და ჩნდება ხალხი, რა გავაკეთოთ, ისტორიულ გადანერგებს ვერ გავაკეთებთ, თქვენთვის საყვარელ ისტორიულ გვირებს, ყველაფერი უნდა გააკეთოს ცოცხალმა 2-3 თაობამ. ესე იგი, გვინდა თუ არ გვინდა, რა კი ძალთა ბალანსი უნდა აღდგეს და ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ბალანსის შექმნის არა უბრალოდ ცდელობა, არამედ მიზანი. მე ვსაუბრობ ქართველთა დიდ გაერთიანებას. მე ახლა ამას საფუძვლად ვუდებ იმას, რომლის გარეშეც ჩვენ სწორი საუბარი არ გამოგვივა. იცით რა, რაღაც რომ ავიღო ხელში, გაუშვა. ბუნებრივად
წამოვაქვევით ხო? თუ კი მიშა სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მეტყვის მე რომ აი ამას თქვენ რო გაუშვებთ ხელს ეს წავა ზევითო შეიძლება ვინმე თქვას რომ რა კი ისინი ამბობენ ამას ეს სწორი იქნება მე კი ვიტყვი რომ ეს სულიად სისულელია და არაფერი ამის მსგავსი არ მოხდება ამიტომ თუ ჩვენ გამოვალთ სერიოზული შეხედულებათა სისტემიდან არის ფუნდამენტალური რამ, რომელიც უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, არ უნდა ამას დიდი მათემატიკა, არ უნდა ამას მეცნიერებაში წასვლა, თუ სიტუაცია სტაბილური არ არის, რა უნდა გააკეთო კაცმა, მოდი ვიფიქროთ. წონასწორობა არ არის, სტაბილური არ არის, ძალიან არ ამყარია, ესე იგი წონასწორობა უნდა გადაანაწილო, ხო? თუ გადანაწილებას ვერ მოახერხებთ, თქვენ ვერ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. რაში მაინტერესებს მე რას ამბობს ბიძინა ივანიშვილი, ან რას ამბობს მიშა სააკაშვილი. მე გეუბნებით ფუნდამენტალურ რამეს. სტაბილური არ არის საქართველოში სიტუაცია. სტაბილური არ არის იმის გამო, რომ იგი არ ექვემდებარება ღია პოლიტიკურ დიალოგს, ღია პოლიტიკურ დისკუსიას კონსტიტუციის ჩარჩოებში პოლიტიკური პროცესის წარმართვას, იმიტომ რომ ყველა ძალა გათელილია. რეალურად ყველა პოლიტიკური ძალა გათელილია. ამიტომ რანაირადაც არ უნდა მოექცე ამ პოლიტიკურ ძალებს, მათ დაგარყეს იქ, რაც ყველაზე იოლად დასაკეთებელი იყო, ყველაზე იოლი დასარტყამი იყო, მაგრამ ეს დარტყმა არის ყველაზე ძლიერი. თქვენი ლეგიტიმაცია დააყენეს პრობლემის ქვეშ. არჩევნებისაკენ ცდელობა ქართული ოცნებისა სრულიად გასაგებია, მე ოქტომბერში ამგონი დანიშნული, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვია, რად უნდა კოჭლ ხელისუფლებას ასეთი არჩევნების გაკეთება კითხვის ნიშანი. ცხადია ერთადერთი მიზანი ლეგიტიმაცია შეიძინოს. თუ ეს არჩევნები ისეთი იქნა, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია, ესე იგი ეს ნიშნავს მე ვაღიარებ ამ ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, ვიღებ მაის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას, ეს მოიგებს, ის მოიგებს, ეს მეორე თემაა მთავარი. არჩევნების მთავარი თემა ყოველთვის არის გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაცია. მაგრამ ეს არ მოხდა 2024 წელს, იმიტომ რომ არავინ არ აღიარა ის შედეგი, რომელიც მოიპოვა. სწორად არ აღიარა, არასწორად არ აღიარა, ეს თემები არ განიხილება. უბრალოდ არ აღიარეს. რაღაც შეთანხმება დაირღვა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ოცნება მარტო დაჯდა ხელისუფლებაში და ეს არის კოჭლი ხელისუფლება. ორმაგი არალეგიტიმურობის მატარებელი. ერთი რომ ის მემკვიდრეა აბსოლუტურად არალეგიტიმური ხელისუფლებებისა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდნენ ქვეყანაში და მეორე 24 წლის არჩევნების შედეგად. აი ეს არის პოლიტიკური თემა, პოლიტიკური ასპექტი პრობლემისა და აქ არანაირ პიროვნებებზე არ შეიძლება საუბარი. მოდით შევთანხმდეთ ყველაფერი იმაზე, რა პრინციპებიდან ვისაუბრებ მე. ჩემი მიზანი იქნება და ყოველთვის იყო, მაგრამ ეხლა მე ვარ მარტო აქ და ამ ჩემს გადაცემებში ღიად შემიძლია ამაზე გითხრათ. მე არასდროს არ გამიკეთებია პროგნოზები რა მოხდება. მე ვაკეთებ შექმნილი სიტუაციის ანალიზს. დღევანდელი სიტუაცია როგორადაც უნდა წავიკითხო, ყოველგვარი ემოციის გარეშე, ყოველგვარი იმის გარეშე მომწონს მე შექმნილი მდგომარეობა თუ არ მომწონს. ჩემი მოწონება არ მოწონება არ იქნება. არსად არ ყოფილა და არსად არ იქნება. აი ვინ არის კარგი, დასავლეთია კარგი, რუსეთია კარგი, თურქეთია კარგი. ამ პრიმიტივიზმის დონეზე მე არასდროს არ ვისაუბრებ. ჩემი მთავარი მიზანია
იმ შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც ათასობით და 10,000-ობით უსმენენ, კითხულობენ ჩემს ნაწერს, ვიყო თქვენს მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე და აღწერო ის, რაც ხდება და რა უდევს საფუძვლად იმას, რაც ხდება. ყველა თქვენთაგანი ძალიან გონიერი ადამიანად თვითონვე მიხვდება რაშია საქმე. ხას უსვამ მე დაკავებული ვიქნები მხოლოდ ანალიზით. ანუ არსებული მდგომარეობის შეფასებით. ცხადია პროგნოზირება ცოტა სხვა რამეა. ამ ერთისთვის უკან დავწერე რა დიდი სხვაობა პროგნოზირებასა და ანალიზის შორის. ცხადია პროგნოზი ანალიზის გარეშე არ კეთდება. პროგნოზი არ კეთდება სტატისტიკური მონაცემების გარეშე, პროგნოზი არ კეთდება შედარებითი ანალიზის გარეშე სცენარებისა, რომელიც შექმნილი მდგომარეობიდან ისახება და ამას სჭირდება მათემატიკური მოდელები. ხაც უსვამ ნებისმიერი პროგნოზი გაკეთებული ვიღაც წყალებში ექსპერტის მიერ, ვიღაც დღეს ბლომად რომ არიან, ესე იგი წარმოდგენა არ აქვს Facebook-ზე წერენ პოლიტიკაზე და ასე შემდეგ, მოდელის გარეშე რაიმე პროგნოზის გაკეთება ეს არის უბრალოდ დილეტანტიზმის უსაცოდავესი დონე, რადგან ისიც კი არ იცის პროგნოზის გამკეთებელმა რა არის პროგნოზი. მეორე, რატომ მოდელი? იმიტომ რომ ამ შექმნილ სიტუაციაში რისი გაანალიზებაც თქვენ გსურთ, თუ თქვენ მთავარი არ გამოყავით, მოვლენა იმდენად ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ყველაფრის გათვალისწინება თქვენ ანალიზში და ამ ანალიზის საფუძველზე აგებულ პროგნოზში უბრალოდ კოგნიტიურ შესაძლებლობებს ცილდება ადამიანის, ანუ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება. არ შეიძლება მილიონობით ფაქტორი გაითვალისწინო, არადა ნებისმიერი დაპირისპირება ათასობით ფაქტორთანა დაკავშირებული. ჩვენ უნდა გამოვყოთ ყველაზე მთავარი. აი ამ პრინციპიდან მიდგომით, ესე იგი, შევთანხმდეთ, რომ პროგნოზირებას მე არ ვაკეთებ და არ ვაკეთებ, ის რომ ადამიანები ცუდად იგებენ ზოგიერთები ჩემს შეფასებას და პროგნოზში გადაყავთ, ეს მათი პრობლემა, უბედურება. აი ამ პოზიციიდან გამომდინარე, ჩემი შეფასებები იქნება მხოლოდ დამყარებული იმ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია არ აიღება რომელიმე ერთი წყაროდან, მე ყოველდღიურად საათობით ვეძებ მეტნაკლებად სანდო ინფორმაციებს ყველგან შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აზიაში, რუსეთში, ოფიციალურ განცხადებებს და ასე შემდეგ. შემდეგ ვაკეთებ შედარებით ანალიზს და მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია მე თქვენ გესაუბროთ და არა ის რომ მე რაღაც, იმიტომ რომ ამ ინფორმაციული დაპირისპირება ესეც ომის შემადგენელი ნაწილია. ისია ინფორმაციული პოლიტიკა აგებული ყველა ქვეყანაში, რომ ცდილობს გარკვეული შენიღბები მოახდინოს, გარკვეული რაღაც წინ წამოწიოს და აქცენტი მასზე გააკეთოს და დაუპირისპიროს მოწინააღმდეგეს. მე არ შემიძლია ვიყო მხარე. ხაც უსვამ. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი სისუსტე ქვეყანაში, რომ საკუთარი სახელმწიფოს მქონე მოქალაქეები გაიყვნენ და ზოგი არის თურმე დასავლური ორიენტაციის და შინ უნდა წავიდეს, ზოგი არის რუსეთის მომხრე, თურმე და ჩელიაბინსკში უნდა წავიდეს, უფრო პრიმიტიული აზროვნება, უფრო შეურაცხყოფა ადამიანის გონიერი არსებობისა ძნელი წარმოსადგენია. არანაირი ორიენტაცია. საქართველო მოქცეულია სოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. საქართველოს შეუძლია ამ სიტუაციიდან დაძლიოს ყველა პრობლემა, ყველა დეფორმაცია, რაც აქამდე განუცდია, გაასწოროს, აიღოს ფუნქცია სოფლიო პოლიტიკაში და ამას იძლევა მხოლოდ ის, რომ სამხრეთ კავკასია სოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია და სერიოზულ მოთამაშედ აღმოჩნდეს და რა ისეთი როგორც ის დღეს არის,
სად რაც აკეთებს ჩვენ არ ვიცით რაღაცას ხედავთ რაღაც ნატოს წვრთნებია და ფაქტიურად არც უნდათ რომ გამოჩნდნენ არც პლუს პრობლემებია მეზობელ ქვეყნებთან ყველა ქვეყანასთან საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები ეხლა მე გეკითხებით შეიძლება თუ არა სახელმწიფოს ყველა მეზობელ ქვეყანასთან კონდეს სერიოზული პრობლემა და ამ დროს გაიძახოდეს რომ ევროპაში მიდის ბრიუსელია მისი მთავარი დასაყრდენი ადგილი და მას სულაც არ აინტერესებს რას ამბობენ მოსკოვში, რას ამბობენ ბაქოში, ერევანში, ნუ თეირანში მით უმეტეს, მაგრამ აი სტამბოლი ეს მაინც ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ნატოს წევრი ქვეყანაა და თურმე ეს ახლა სხვანაირი ქვეყანაა, ხო? ესეც კრეტინიზმის გამოვლინება არის და ეს კრეტინიზმი დამანგრეველი შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის. ამიტომ შევთანხმდეთ ასე. ჩვენ ვაფასებთ ყოველგვარი ორიენტაციის გარეშე. ვინ არის დასავლეთსა და რუსეთს შორის კარგი პროფესიული საუბრის თემა არ არის. რა ხდება დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელიც აისახება საქართველოზე. ჯერ ეს უნდა წარმოვიდგინოთ და შევთანხმდეთ მთავარზე. როდესაც ავღწევთ სიტუაციას გავერკვევით ყველა ნიუანსში, რომელიც კი წვდომას ექვემდებარება, მე ჩვენ შეგვიძლია თქვათ, აი ეს ხდება. მე შეგვიძლია გკითხოთ, დემურ თქვენ მოგწონთ ეს თუ არ მოგწონთ. მაშინ მე მეორე პლანიდან გეტყვით, პიროვნულად მე მომწონს ეს თუ არა. ან მე დაგიწყეთ თქვენ ბატონო გიორგი ან ბატონო ჯემალ ან ნებისმიერ სხვა პიროვნად თქვენ ეს არის ასე. აქ მოგწონს არ მოგწონს არ არის. ისე შევაფასეთ ეს. თქვენ მოგწონთ ეს პიროვნება ხართ თქვენ და ცხადია რაღაც შეგიძლიათ მოგწონდეთ, ასე გინდოდეთ, ისე გინდოდეთ. მაგრამ ეს მეორე პლანია. ეს არ არის პირველი პლანი. ეს არ არის შეფასების საფუძველი. ერთმა ახალგაზრდამ მომწერა. აი, დაკარგულ ახალგაზრდებს მივაწერ იმათ, აი, სადღაც ორიენტაცია რო არის ხო და მე აბა ღორების მხარეს ხوار ვიქნებიო. იმიტომ ეს ფეხბურთი კი არ არის. მე მესმის. მე მაგალითად დაუბრუნდი ფეხბურთის საყურებლად, მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას გამო და ეხლა მას გულშემატკივრო, მის გულს გულშემატკივრო, მაგრამ თქვენ არ გულშემატკივრობ რეალს და ასე. ამის გადმოტანა პოლიტიკაში არ შეიძლება. რაც ქვია მოგწონს არ მოგწონს. მაშინ გამოდის ჩვენ არასერიოზული ადამიანები ვართ, ჩვენ გავირკვეთ და შემდეგ უკვე თქვენ თვითონ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ, თქვენ თვითონ გააკეთებთ ამას. აი ეს არის ჩემი მთავარი მიდგომა და მე ეს მიდგომა წლების განმავლობაში გამოვიმუშავე, რადგან მე ჩემ თავს დავავალე ის, რაც დავავალე. ამ იდეოლოგიური უსაშინელესი წნეხის პირობებში ჩემი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე და გამიმართლა ცხოვრებაში გითხრათ ფანტასტიკურ ადგილებზე მოხდი და საოცარ საქმიანობაში მომიწია მონაწილეობის მიღება საოცრად ძლიერი მეცნიერებისა და ადამიანების გვერდით მე ჩემ თავს დავავალე მარტო რომ შენ ვალდებული ხარ ის რაც შეგიძლია და იცი გააკეთო ის და გააკეთო ჩემს უკან იცი თქვენ არავინ არ არის არავის წინაშე რაიმე ვალდებულება არ ამაქვს გარდა თქვენს წინაშე რომელსაც ქვია ჩემი თანამოქალაქეები და ჩემი ქვეყანა სხვა არანაირი პასუხისმგებლობა არ გამაჩნია არავის მიმართ პატივისცემა გამაჩნია შემიძლია კულტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე შესანიშნავად ვიცნობ დასავლურ კულტურას, რუსულ კულტურას, ძალიან კარგად ვიცი მათი ისტორიები, ძალიან წლების განმავლობაში ჩართული ვიყავი ისეთ რამეებში, რომელიც დღეს მოკლებულია ახალგაზრდა თაობა და ამ ყველაფერმა დააგროვა ის, რომელიც მე მადლებს საშუალებას მიუკურზებლად ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რაც ქართული სახელმწიფოს უშუალოდ ეხება. რომ არა ეს მე რაიმე ინტერესი საჯარო პირადყოფისა ნამდვილად არ მექნებოდა მე შევძლებდი დამენებებია თავი საჯარო საქმიანობისთვის საერთოდ გამქრალიყავი საჯარო სფეროდან და გამეგრძელებია ჩემი საქმე ეხლა გამოვა ძალიან კარგი ორი წიგნი
მომავალ წელს კიდე გამოვა 2 წიგნი, მე სანამ ღმერთის წყალობით ვიქნები, ეს დაგროვილი რამ წიგნებად უნდა ვაქციო და აუცილებლად ვაქციო, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ღმერთის წყალობით, შემიძლია არანორმალურად მუშაობა, მართალია იმდენს ვერ მუშაობ როგორც ადრე 20 და 18 საათი არა, მაგრამ 12-14 საათი დღეში ეს ყოველთვის ასეა, ამიტომ მე ახლა როცა ამ გადაცემას დავამთავრებ, 1-2 საათი კიდევ ვიმუშავებ და მე წავალ სახლში, იმიტომ რომ მე უკვე მეუღლე იწყებს რომ ვიტყვიან ინტენსიურ რეკვას, რომ მე ასაკში ვარ და ამდენი ხანი არ შეიძლება სამსახურში ყოფნა. მოკლედ, ასეთი რამეა, ეს უკვე ჩემი პირადი, უბრალოდ გადახვევა გავაკეთე, ამიტომ მოდით შევთანხმდეთ ასე. ის რომ ადამიანები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, ამ იდეოლოგიისგან მე ყველაზე მეტად წდება გული და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ყველა ახალგაზრდამდე მივიტანო სათქმელი, მათ შორის ბალასტად გამოყენებულ ახალგაზრდებს მიმართავ, რომლებიც რუსთაველზე ბალასტის სახით არიან წარმოდგენილი და აზრზე არ არიან რაში მონაწილეობენ. მე თქვენ შეგგვირდით, რომ სადაც მეტყვით იქ მოვალ თქვენთან სალაპარაკოდ, ან მე მესტუმრეთ. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი იმ საქართველებთან ერთად, რომლებიც ძალიან ბევრი არიან, ძალიან ყურადღებით არიან, ძალიან უყვართ ეს ქვეყანა და ცდილობენ თავისი ასაკის შესაბამისი აქტივობა განახორციელონ, იყავით ერთად, დავაგდით ერთად მომავალზე და როცა თქვენი დრო მოვა, ჩაიბარეთ ეს ქვეყანა. თქვენ რა პირობებშიც დღეს ახლა აზროვნეთ. იმ გასაცოდებული საგანმანათლებლო სისტემით ფარგლებში, რომელიც დამნაშავე ხალხის მიერაა შემოტანილი და ამ ხელისუფლებამ ბოლო 12 წლის განმავლობაში საერთოდ გაანადგურა განათლება ქვეყანაში, საერთოდ მოსპო მეცნიერება ქვეყანაში, ამდა რა გააკეთა, იცით, განათლება ფსევდოგანათლებით ჩაანაცვლა და მეცნიერებას დაარქვა მეცნიერება დაარქვა იმას, რაც მეცნიერება სულაც არ არის. შემოიღო იდიოტურ დონეზე აკადემიური დოქტორების, რომელთაც საერთოდ მეცნიერებასთან არაფერი შეხება არ აქვს, უბრალოდ ჭირდებოდათ ფულის საკეთებლად, იმიტომ რომ პროფესურა უნდა იყოს ინსტიტუტებში და ასე შემდეგ, ახლა სერიოზული მეცნიერული ნაშრომები და სერიოზული ხარისხები რომ მოეთხოვოთ, უნივერსიტეტები 2-3-ის გარდა დასახური იქნებოდა და ის 2-3-იც კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა, ამიტომ მოიგონეს ეს სისულელე, სიაფანტობა, რასაც ქვია, აკადემიური ხარისხი, ჩიავსეს ეს ვითომ დოქტორები, ერთ-ერთი დოქტორი ბჭყალებში, სულ ახლახან ჩემს თავარ გვერდზე ალბათ რაღაც წყაროებია გამავრცელებელი და მოხდა ერთ-ერთი ახალგაზრდა პროფესორის საკითხი, ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან, რომელიც რა ბედნიერი იყო იმით, რომ მის ინსტიტუტს უამრავი კავშირები ჰქონია ევროპის უნივერსიტეტებთან, რომ აი ეს არის ევროპული განათლება და ასე შემდეგ და ამ ახალგაზრდა კაცს უყურავდი და მისი საცოდაობით ვიწვებოდი, იმიტომ რომ აზრზე არ არის რა არის ევროპული განათლება, წარმოდგენა არ აქვს რა იყო კლასიკური ევროპული განათლება, რა მდგომარეობაშია დღეს ევროპული განათლება და მივიღეთ ჩვენ იდეოლოგიის მსახური საცოდავი არსება, რომელიც წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ აუდიტორიაში რო შევა იმ საწყალმის სტუდენტებს რა იდეოლოგიური ნეხის ქვეშ ამყოფებს. სწორედ ამის შედეგია ის დამახინჯებული აზროვნება, სწორედ ამის შედეგია ის, რამაც ჩვენ ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. აი პრობლემა. ხაზს ვსვამ. ბუნებრივია კრიტიკული მხარე საქმისა საჭიროა ერთადერთი მიზნით. თუ შენ კრიტიკულად ვერ იაზრებ შექმნილ მდგომარეობას, შენ ვერასდროს სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ.
თუ შენ გიყვარს ხელისუფლება და გიყვარს ბიძინა ივანიშვილი, ცხადია შენი გონება დახშობილია და შენ არაფერზე არ ფიქრობ. მე არავინ არ მიყვარს პოლიტიკაში, არავინ არ მძულს. მე ვაფასებ მდგომარეობას. ქართული პოლიტიკა განადგურებულია და ამ პოლიტიკის ერთ-ერთი გამანადგურებელი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. არაფორმალური მმართველი, რომელიც ოფიციალურ ღია პოლიტიკიდან გასულია, ამიტომ მას გამოვიდა ეს საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურ პარტიებად, პოლიტიკურ ლიდერებად საკუთარი თავი რომ ჩათვალეს ადამიანებმა ძალიან სუსტები აღმოჩნდნენ და მათ წინააღმდეგობა ვერ გაწიეს. ანუ მათ ვერ შექმნეს და კიდევ ერთ ფუნდამენტალურ რამეს გეტყვით. ვერანაირი სახელმწიფოს ვერ განავითარებს, ვერანაირი პიროვნება თუ იგი წონასწორულ მდგომარეობაში არ არის, თუ არ არსებობს ერთმანეთის გამაწონასწორებელი და შემაკავებელი პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითნებობის საშუალებას არ მისცემენ არც ერთ პიროვნებას და არც ერთ პარტიას. დღეს რასაც ხედავ, რასაც წინა ხელისუფლებაში ვხედავდით, ზუსტად იგივე შედეგია. განადგურებული პოლიტიკური სპექტრი, მომსახურე სფეროში გადასული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ყველაფერზე ყაბულსა, ოღონდ კარგად იყოს. მას კარგად უხდიან, ის ასრულებს თავის ფუნქციას, უზრუნველყოფს ხელისუფლებაში მყოფი ძალის დიდხანს ყოფნას ხელისუფლებაში, ჩვენ კი ვამბობთ, იმიტომაც გავაკეთეთ ქართველთა გაერთიანების, დიდი გაერთიანების ინიციატივა. განმარტებებს გავაკეთებ. ქართველთა დიდი გაერთიანება არ გულისხმობს ყველა ქართველი რომ გაერთიანდება ამაში. წინააღმდეგი არავინ არ არის, მაგრამ ასეთი რამ სოფლიოში ჯერ არასდროს არ მომხდარა. რომელიმე სხვა ქვეყანაში განვითარებულ დიდ და რომ რაღაც იდეის ირგვლივ მთელი ადამიანები გაერთიანებულიყვნენ საწყის ეტაპში. ეხლა ქართველთა გაერთიანებას აუცილებლად ჭირდება უშიშარი, მოქმედი, საქმის მოსურნე ადამიანები, რომლებიც აიღებენ თავის თავზე გარკვეულ სამუშაოებს და უკვე აღებულია, ჩვენ არა ვართ გაჩერებული, ვინც მოვა თავისი ნებით, მაგრამ ჩვენ ეხლა უკვე ვაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას, მე როგორც ერთ-ერთი ინიციატორი. ყველას გთხოვთ, ვისაც ეს ქვეყანა ტკივათ, ვისაც თქვენი შვილების და თქვენი ოჯახების მომავალი ამ ქვეყანაში წარმოუდგენია. დავილაპარაკოთ ერთმანეთთან, შევთანხმდეთ რა არის, რა მიმართულებით გასაკეთებელი და ეს არის გაერთიანება. ხალხის დიდი მასები ამ ყველაფერს დაუჭერს მხარს მათ შემდეგ, რაც ეს ძალად იქცევა. რაც მივა იმ ეტაპამდე, როცა ხალხის მხარდაჭერა იქნება. თუ მხარდასაჭერი არ იქნება, ხალხი არ დაუჭერს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს იმდენად სუფთა და იმდენად კარგი საქმეა, რომ ქართული ხალხი აუცილებლად დაიჭერს. მაგრამ დღეს არ არსებობს ისეთი რესურსი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს ყველა ქართველი შემოვიკლიბოთ ამის მოსურნე ვართ, მაგრამ შეუძლებელია, იმიტომ რომ პრეცედენტი არ არსებობს სოფლიოში. ჩვენ გვჭირდება მოქმედი ხალხი. თუ ქართველთა გაერთიანება სერიოზული ძალა არ იქნა, რომელიც იქნება საპირწონე ხელისუფლებისა, საპირწონე ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისა, ამ სისტემას ვერაფერი ვერ გააწონასწორებს. ხასუსვა. ისეთ რამეს გეუბნებით, აი როგორც გითხარით, ზევით რომ აუშვა ხელი, ჩამოვარდება ქვევით, ხო? ვინც არ უნდა მიმტკიცოთ, სხვა გამწავაო, ხო? არ დაგიჯერებთ, გამიგეთ არა? არც ბიძინას არ დაუჯერებ და არც მიშას არ დაუჯერებ. ამიტომ ისეთ რამეს ვამბობ, რომლის გარეშეც არაფერი არ გამოვა. ფუნდამენტალური რამეა. არა სტაბილურ სიტუაციაში თუ წონასწორობები არ გადანაწილდა,
ეს არასტაბილური მდგომარეობა ჩააქცევს ყველაფერს. მართალია ამ ჩაქცევაში მოხდება ქართული ოცნება, მაგრამ მე ქართული ოცნების მომავალი სულ არ მაწუხებს. მე მაწუხებს ამ ქვეყნის მომავალი. მე არ მინდა რომ ეს ქვეყანა კიდევ გადაეშვეს რაიმე უბედურებაში. არადა ეხლა გარე ფაქტორები ისეთია, რომ აუცილებლად ამ სუსტი ხელისუფლების ხელში კარგი არაფერი მოხდება. რატომ? მოურიდებლად გააჟღერეს ის, რომ ვინც სამხედრო პირები გადმოვა ამ ოპოზიციის ხარჯზე, რამდენიც გადაუხდითო, $200,000 გადაუხდითო, ხო? წესიერი ხელისუფლება რომ იყოს, ეხლა სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძული, მაგრამ აი ასეთი არასერიოზული ხელისუფლება როცა არის, ეს 200,000-ები ხვალ სტაბილურად იქნება შეთავაზებული არაერთი ადამიანისთვის. გარე ზეწოლა ისეთია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ ნაწილში, რასაც ქვია ომის გაჩაღება რუსეთის წინააღმდეგ, ფრთხილი აღმოჩნდა და სრულად გასაგები ფრთხილი აღმოჩნდა, იმიტომ რომ პირველი თვითონ მოიტეხდა კისერს, ქვეყანას გასაგებია უბედურებას მოუტანდა, მაგრამ პირველი თვითონ იქნება. ეხლა არის ძალიან არაპროფესიული და ძალიან არასერიოზული შეფასებები საქართველოში და მოდი გავიაროთ ეს ყველაფერი. აი აზერბაიჯანი ახლა რუსეთს დაუპირისპირდება, სომხეთი ახლა რუსეთს დაუპირისპირდება. კიდე გეუბნებით, კარგია თუ არა რუსეთი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე გეუბნებით. სკოლაში ხო ყველას გვისწავლია. all დიდი სიდიდეები, იცით ხო, ფიგურები. შეიძლება აზერბაიჯანი, სომხეთი ან საქართველო იყოს რუსეთის საპირწონე დაპირისპირებული ძალა, გამორიცხულია. მილიარდიდან ერთი შანსი არ არსებობს, რომ აზერბაიჯანს შეუძლია რაიმე ავნოს რუსეთს, სომხეთმა რაიმე ავნოს რუსეთს, საქართველომ რაიმე ისევე როგორც ჩვენ ვერაფერს ვერ ვავნებთ შეერთებულ შტატებს, მაგრამ ერთიც და მეორეც თუ სისულელებს ჩავიდეთ, აუცილებლად მოტეხავს ამ სამიდან იმ სისულელის ჩამდენს კისერს. მაშინ რა ხდება კავკასიაში, რა ხდება აზერბაიჯანში? გასაგებია, რომ გარკვეული არაერთმნიშვნელობიანი, რომ იტყვიან არაერთმნიშვნელოვანი პროცესი მიდის. ბაქო გამარჯვებულია, ბაქოს უფრო დიდი მოთხოვნები გაუჩნდა, იგი ძალიან მაგრად მიდით ამ მიზნისაკენ. თქვენ თუ კარგად იცით ისტორია, ერევნის სახანო საუკუნეები ერევნის სახანო იყო. და როდესაც მეფის რუსეთმა სომხეთის კონსოლიდაცია დაიწყო, იქ 800-მდე ოჯახი თუ იყო. და ყველაფერი არქიტექტურიდან დაწყებული მუსულმანური იყო იქ. მაგრამ სომხები იცით თქვენ ცოტა სხვანაირი ხალხია, 10 წლეულების განმავლობაში მიწისა, აი პირისაგან მიწისა აღგავეს ყველაფერი არქიტექტურა, კულტურის ძეგლი, თუ რაიმე იყო მუსულმანური. მაგრამ ისტორიულ ანალებში ცნობილია, როდიდან იყო იმ ძველი ოდესღაც არსებული სომხეთის მიწაზე ის ახალი სომხეთი, რომელიც მეფის რუსეთის დროს იქნა კონსოლიდირებული. თუ აზერბაიჯანს გადავხედავთ, ისტორია გვეუბნება, რომ მეფის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შტაბი, რასაც იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალ კვალიფიციური ადამიანები, მათი იდეა იყო ის, რასაც ქვიოდა მუსავატელების პარტია, ის, რასაც ქვიოდა დღევანდელი აზერბაიჯანის კონფიგურაცია და ასე შემდეგ. ეს ის ხალხია რუსეთის იმპერიის სამხედრო შტაბის ოფიცრები, რომლებმაც ფაქტობრივად მოახდინეს ოქტომბრის რევოლუცია 1907 ტექნიკური შემსრულებლები.
ამ რევოლუციისა იყვნენ ის უმაღლესი რანგის ზვერავები, რომლებიც ეხმარებოდნენ სამ რევოლუციონერს, რომლებიც შეაერჩიეს მთელი ამ უცხო აგენტების გავლენის ქვეშ ყოფი რევოლუციონერებიდან, რადგან მათ ჭირდებოდათ რუსეთის განადგურებიდან გადარჩენა და ამ სამ კაცში ყედავდნენ რუსეთის გადარჩენას. ეს იყო სტალინი, ეს იყო ურიცკი და ეს იყო დერჟინსკი. არავითარ ლენინს რევოლუციაში მონაწილეობა არ მიუღია. იგი ერთ-ერთ ოთახში ყავდათ გამოკეტილი, რომლის მისამართი მხოლოდ სტალინმა იცოდა. რატო ვამბობ ამას? ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ გენეზისი სამხრეთ კავკასიისა ქართველების საუკუნეები მოსული სახელმწიფოა, ასე გვჭირდა, ისე გვჭირდა, მაგრამ ჩვენ მაინც ცოტა სხვანაირი ისტორია გვაქვს, ცოტა სხვა რამე მოხდა სომხეთთან მიმართებაში, სხვა რამე მოხდა აზერბაიჯანთან მიმართებაში. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენი შეფასებები უნდა ეყრდნობოდეს სცენარს, რომელიც დღეს აზერბაიჯანის ან სომხეთის მეშვეობით შეიძლება პროვოცირებული იქნეს. ხას უსვამ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით. ცხადი ეს არავის არ აწყობს თურქეთის გარდა. ზანგეზურის კორიდორი შეიძლება მეორე პლანზე აწყობდეს აზერბაიჯანსაც, იგი იძულებულია თურქეთის გავლენით იყოს, მაგრამ თურქეთი ვერასდროს ვერ მიიღებს ზანგეზურის კორიდორს, რომ არ კონდეთ ბრიტანელების ზურგი, მაგრამ ბრიტანელია თურქებს ზანგეზურის კორიდორი გაუხსნან. ამიტომ იყო შემოგდებული ისეთი წინადადება, რომ აი ამერიკულ ფირმას გადასცემენ 99 წლით, რომელიც მაშინვე უარყო ოფიციალურმა ერევანმა. ისევე საინტერესო განცხადებები გაკეთდა აზერბაიჯანში. ესე იგი, შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც ყველა სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოზე მიდის სხვადასხვა მხარეს მყოფი მოთამაშეების ზეწოლა, ხდება გარკვეული სიტუაციების მოსინჯვები, რომელიც ჩვენ არ უნდა აღვიქვათ როგორც პირდაპირი მითითება მსვლელობისაკენ. რა ომი უნდა დაიწყოს აზერბაიჯანმა? კიდე გეუბნებით, მართლა სერიოზულად ფიქრობთ იმას, რომ აზერბაიჯანს რაიმე შეუძლია ყველაფერს თავი დავანებოთ. ირანთან მიმართებაშიც კი შეუძლია რაიმე გააკეთოს და თქვენ გონიათ, განსაკუთრებით თურქეთი რომ გიყვართ, თურქეთი ის ქვეყანა, რომელსაც დღეს ირანს შეუძლია დაუპირისპირდეს. იცით რეალური მდგომარეობა თურქეთისა რა არის? საიდან მოგაქვთ ის, რომ თურქეთი იქნება რუსეთის გამანადგურებელი და ასე შემდეგ. თურქეთი როგორც კი ორ სკამზე ჯდომას თავს დაანებებს, იგი იძულებულია ორ სკამზე იჯდეს, ამერიკულ და რუსულ სკამზე. თუ ის რუსულ სკამს გადააგდებს, თურქეთის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგება, იმიტომ რომ ეს ეხება ერთ-ერთი დიდი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. და სანამ ისეთი მეორე ხარისხოვანი ქვეყნები, როგორც თურქეთია, მე არ ვლაპარაკობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, თქვენ მიგაჩნიათ, რომ იგი რუსეთის მტერი იქნება და რუსეთს გაანადგურებს, ისევე როგორც მიგაჩნიათ კი არა, ახლაც მიგაჩნდათ ერთ-ერთ ჯგუფს, საცოდავ ჯგუფს ქართველებისა ყვითელ დროშებში გახვეულებს და ზელენსკი რომ გმირად მიაჩნდა და აქ მე შემომივარდებოდა როგორ ბედავრო კრიტიკული აგო. ეხლა ნახეთ ამერიკულ გაზეთებში რაები დაიბეჭდა, ხო? ვისთან ძინავთ ერთად და არ მე ამ საზიზღრობას შევეხო. ეს გარეწარი მალე გაგდებული იქნება უკრაინიდან და მერე იმ ქართველებს, რომლებსაც ზელენსკი გმირად მიგაჩნიათ, სად შეძევრებით, სად დამალავთ საკუთარ უსახოს სახეს, ესეც საინტერესო იქნება. ამიტომ კარგად გავერკვით, ილუზიები არაფრის მომცემია. მე პატივცემ ყველას აზრს. მათ შორის მე ვისმენ მიგზავნიან, ხან ცოტა რაღაცას მაინც უსმენენ, ადამიანი ამბობს, რომ არის პოლიტიკოსი. და ამ დროს არის
მოძულე ერთ-ერთი მხარისა. პოლიტიკოსი, რომელიღაცა მხარე ძულს, სერიოზული პოლიტიკოსი არ არის. ამიტომ მისი შეფასებები ყოველთვის იქნება უსარგებლო. მე არ მგონია მოიძებნოს საქართველოში ადამიანი ღია ტექსტით გეუბნებით, რომელსაც უფრო უყვარს ამერიკა, როგორც მე. რატო? ერთი ბავშვობიდან უცხოელებში გავიზარდე, ძალიან კარგად ინფორმირებული ვარ, საუკეთესო რაღაცები ავითვისე, აქედან მე კარგად ვიცი, ეხლა მით უმეტეს ამერიკული ოჯახი მაქვს და მინდა რომ ამერიკა იყოს განვითარებული, ყველაზე შეძლებული, ყველაზე სწორი ქვეყანა, იმიტომ რომ ჩემი შვილები იყო. ჩემი 8 სულიანი ოჯახის 5 სული არის ამერიკის მოქალაქე. მაგრამ მე როცა პოლიტიკას ვეხები, მე არ შემიძლია ამ პოზიციიდან ვაფასო ამერიკა. მე ვაფასებ იმ პოლიტიკიდან, რასაც მისი ხელისუფლება ატარებს და მისი ხელისუფლება არ ატარებს სწორ პოლიტიკას. არ მოუტანს დღევანდელი ტრამპის პოლიტიკა ამერიკას ძალიან რაიმე სახის სარგებლობას პირიქით. მისი პოლიტიკა არის მცდარი, იმიტომ რომ ტრამპი ვერ აკეთებს იმას, რაც მას წინა საარჩევნო დაპირებებისას ჰქონდა. ამერიკის თავისებურება ის არის, რომ სხვადასხვა ელიტები თავიანთ ხალხს ამწესებენ ამერიკის მთავრობაში. ამერიკის მთავრობა ერთიანი ტრამპის მიერ დაკომპლექტებული მთლიანად არ არის. რუბიო სხვა ჯგუფს მიეკუთვნება, ვენსი სხვა ჯგუფს მიეკუთვნება, მათ ყველას 2028 წლის თავისი მიზნები აქვს. რუბიო ერთ-ერთი უსუსტესი პოლიტიკოსია და შეკრულია მისთან ცალ-ჭკუა ქონე სენატორ გრემთან, რომელსაც ჭკუის ნაცახი არ გააჩნია ნამდვილად. ეხლა საუბარი დაიწყო და ჩვენებები მისცა ეპშტეინის მოადგილე ქალმა მაქსველმა, რომელმაც თავის ადვოკატთან ერთად ის ციხეში ზის, მაგრამ ადვოკატმა ხელახლა დაკითხვაზე და მას მისცეს გარანტია, რომ ეს არ დაამძიმებს მისი გასამართლება აღარ იქნება, გარკვეული პროფესიული ტერმინია. მან დაიწყო ჩაშვება იმ პედოფილებისა, რომელიც თითქმის ისე იყო, რომ შეიძლება მიჩუმათებულიყო. საუბარია კლინტონებზე. მე რატო ვეხები ამ თემას, იცი? დღეს მე მოვისმინე, რომ 100-მდე ცნობილი დემოკრატი პოლიტიკოსი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტები შეიძლება უსაშინელესი სკანდალის კი არა, დაჭერის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ. ეხლა მე გეუბნებით, ამ სიტუაციაში შეიძლება სახელმწიფო ატარებდეს გეგმაზომიერ სწორ პოლიტიკას? ვერ. შეერთებული შტატები დამარცხდა უკრაინაში, ძალიან შესანიშნავად იცის, რომ დამარცხდა. არაფერი არ გამოუვა უკრაინაში. ვერავითარ იშვიათ წიაღისეულ დეტალებს ვერ მოკიდებს უკრაინაში ხელს. ამიტომაც მზადდება ევროპა ომისათვის, განსაკუთრებით გერმანია. ნახეთ, სულ ახლახან გავრცელდა და ნატოს გენერლებია დაჭერილი უკრაინაში, რომლებიც უკვე ჩვენებას აძლევენ. პოკროვსკის გარეუბნებში უკვე ბრძოლა არის, მსხვერპლი არანორმალურია. ომს ვერ გააჩერებს ვერც ამერიკა, ვერც 50 დღიანი ულტიმატუმი, რა ულტიმატუმი უნდა დაუყენოს კიდე გეუბნები. სერიოზული არ არის. ევროპას კი არაფერი შეუძლია, ამიტომ უნდა მას 5 წელი რომ აკრიბოს ძალა რუსეთთან საომრად, თუ გამოვა აქედან რაიმე. ამ ვითარებაში ჩვენ ვიყოთ იმ პოზიციაში, როცა კვლავ იდეოლოგიური იდეა ფიქსების დონეზე ეწევით პოლიტიკას, თამაშობთ 2-3 თამაშ, აქეთ ნატოს წვრთნები, იქეთ ვიღაცასთან ფარულად რუსეთთან მოლაპარაკება, აი ვითომ ომში არ მონაწილეობა, ვითომ სანქციებში არ მონაწილეობა და ასე შემდეგ.
რაიმე სერიოზული პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიერ ისახება? მოდით მომწერეთ, მე პირობას გადვლებთ, რომ ამ გადაცემაში მალე დავასრულებ მე და მალე მოგწერთ კვირიდან კვირამდე ჩვენ გვექნება ყოველი შაბათი 21 საათი მთავარი გადაცემა, მანამდე მე კვირის განმავლობაში ერთ-ორ ჩართვას გავაკეთებ, ყველა კითხვას ამოვიწერ ყურადღებით, ეხლა მე უბრალოდ დამხმარე არ ამყავს რომ მომაწოდოს ეს კითხვები და აუცილებლად გიპასუხებთ მომავალ შაბათამდე, მომავალ მთავარ გადაცემამდე კითხვებზეც უპასუხებ და სხვა მიმდინარე საკითხებზეც იქნება. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკა. ჩვენ არ გვჭირდება ეს პოლიტიკური ლიდერი კარგია და ის პოლიტიკური ლიდერი ცუდია. მე მჭირდება სტაბილური საქართველო. აბსოლუტურად არ მაინტერესებს შეთანხმება თუ მოხდება და აუცილებლად უნდა მოხდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას ვერ შევინარჩუნებ. შეთანხმებულ რეჟიმში რომელი პოლიტიკური ჯგუფი გაიმარჯვებს არჩევნებზე, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება შევეცდებით ძალიან ობიექტური საარჩევნო კანონი იქნას პარიტეტის საწყისებზე მიღებული, მე თქვენ გადაწყვიტეთ ამ წესიერი გაუყალბებელი არჩევნების საფუძველზე ვის აირჩევთ. არჩეული ამ გზით ხელისუფლება იქნება კონტროლს დაქვემდებარებული, იმიტომ რომ მას სხვებიც გააწონასწორებენ და ჩვენ ასე აქტიურობით არ მივცემთ ხელისუფლებას თვითნებობის საშუალებას და მიზანი იქნება მიღწეული. მე გითხარით რა უნდა გააკეთოს ახალმა მთავრობამ, უნდა ჩამოიღოს მტრიანი საქმეები, რაც გადატრიალებს და კიდე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. ყველაფერი ობიექტური სასამართლო გარჩევის შედეგად უნდა იქნას სასამართლო გზით დაჟილი ან გამართლებული. ყველა სხვა საქმე, რომელიც არ ექვემდებარება სასამართლო წესით განხილვას, ამინისტირებული, გაუქმებული, ამინისტირებული უნდა იყოს და ჩვენ ქართველებმა გვიყვარს ერთმანეთი თუ არ გვიყვარს, მოგწონს ერთმანეთი თუ არ გვიყვარს, საერთო მომავალი გვაქვს, საერთო ეს ქვეყანა გვაქვს, შეთანხმებულ რეჟიმში გავაგრძელოთ საჯარო სფეროში ურთიერთპატივისცემის დონეზე ცხოვრება, კრიტიკული ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, მაგრამ ზრდილობას, აღზრდას და წესიერ დისკუსიას რომ შეესაბამება. არ წავალთ ამ გზაზე, კიდე გეუბნებით, ხაზსა ქართველთა დიდი გაერთიანების გარდა არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ბალანსი შექმნას ქვეყანაში. ჩვენ არა ვართ პარტია, ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა, ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა ქართველებთან ერთად და როდესაც ეს ერთობა იქნება ძალა, ჩვენ ხელისუფლებას და ოპოზიციას ვეთქვით ძალიან მარტივ რამეს. ეთილინებეთ, შეთანხმებულ რეჟიმში იცხოვრეთ, შეთანხმებულ რეჟიმში იმუშავეთ და არჩევნები გადაწყვეტ, ყოველი მომდევნო არჩევანი იყავი ხელისუფლებაში, არაფერი არ გამოგვივიდა, წახვალ სახლში, მოვა ახალი ძალა, რაღაცას გააკეთებს, რაღაცას ვერ გააკეთებს, გაგრძელდება, არ გაგრძელდება, მოვა კიდე ახალი ძალა და ეს ძალები იტრიალებს აი აქ ხელის გულზე და არა არაფორმალურ მმართველობაში, არა სადღაც კოშკებში და არა ისე, როცა არასდროს არ ვიცით, ვინ არის, ვინ მოიყვანეს, ვინ წაიყვანეს. ამ ცოტა ხნის უკან ვიღაც ქალი დანიშნეს კულტურის მინისტრად, გონი ხო? რუხაძე იყო, ხო? გონი გვარა. $9,000 ჩანთაო თუ რაღაც იყიდაოდა. ვინ არის? საიდან მოიყვანა? არ იცი? წინა ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის პარტნიორი ვანო მერაბიშვილის, ძალიან კარგად ვიცნობ. ორივე ერთად კი ვისი პარტნიორი ხელისუფლებაში, აბა თუ მეტყვით თავს იგდებთ, კიდე გეუბნებით. კეზერაშვილი არის ქაამაშება იცი. ვინ არის კეზერაშვილი, ვისი პარტნიორია ხელისუფლებაში? ბიზნეს პარტნიორი. ვის გააქვს სომხეთში?
ბენზინი ნავთობი ასე და ისე მთელი ეს ენერგომატარებლები და ასე შემდეგ. კედერაშვილის ფირმას გალფს ხო? კიდე გავაგზელო? კიდე გავაგზელებ თუ კიდე. რა ვიცით? ყველაფრის გაგება შემიძლია. შემიძლია იმის წარმოდგენაც, რომ არასრულყოფილია ადამიანთა საზოგადოება და გადახრებს ყოველთვის იქნება ადგილი. მაგრამ როდესაც ხალხი მიამიტი ხდება, როცა ხალხი საკუთარი შვილებისა და საკუთარი ოჯახის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა სეთურის ბრბოდ ქცეული, მე ამის წინააღმდეგი ვარ და ყოველთვის ვიქნები წინააღმდეგი. ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების ხალხი, სადაც კი ვიყავით ქართლში, შიდა ქართლში, ვიყავით ქვემოში. ვიყავით აჭარაში, ვიყავით ქუთაისში, ვიყავით კიდევ ზესტაფონში, შეხვედრები ჰქონდა სხვა ხალხთან, ახალგაზრდებთან. იცით რა ხალხი? მე ვთქვი და ვიმეორებ. ცოტა ხანში ჩვენ დავაკეთებთ ამ ხალხის სიას, რომელსაც პერსპექტივაში მივცემთ რეკომენდაციას, რომ პოლიტიკაში წავიდნენ და თქვენ შეაფასებთ, რამდენი ღირსეული ადამიანია, რომელიც არა მარტო საუკეთესო პარლამენტარები იქნებიან, საუკეთესო მთავრობის წევრები იქნებიან. ესე ჩვენ მიშტერებთ თავს და ამის მეტი ვინა აბა ხმას ვის მივცე, ხო? არ მივცე არავის. ამის მეტი თუ არავინ არ არის საქართველოში, ეს ქვეყანა ღირსი არ არის არსებობისთვის. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ათასობით შესანიშნავი ქართველია. ჩვენ ამ ათასობით შესანიშნავ ქართველს აუცილებლად გავაღვიძებთ. აი ეს მინდოდა მე პირველ გადაცემაში მეთქვა, რეზიუმე რო გავაკეთო, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ შეფასების გამკეთებელი, რა ხდება და თქვენ თვითონ გადაწყვეტთ, კარგია ეს, ცუდია თუ არა. მე ყველანაირად ყველა კუთხით გავაშუქებ საქმეს, ისე რომ ყოველგვარი იდეოლოგიური მიზანსწრაფები ან ვინმეს მიმართ სიმპათიები გამორიცხული იქნება და ყოველთვის იყო გამორიცხული. იწვევთ, ნახეთ, ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მოგცა, რომ თქვენ შაბათს საღამოს 21 საათზე შეგიძლიათ დაირჩიოთ იმედი, იქ რაღაც კიდე კუდრაჭა ტელევიზიები და ჩემი გადაცემა. ჩვენ აბსოლუტურად თანაბარ მდგომარეობაში ვართ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ Facebook-ს გვერდზე, მალე სხვა დონეზე იქნება. უდიდესი მადლობა იმ უამრავ ადამიანს, რომელიც თავისი შეძლების ფარგლებში რიცხავს ფულს ქართველთა დიდი გაერთიანების ანგარიშზე. ჩვენ ჯერ არც ერთი ლარი არ დაგვიხარჯავს, ყველაფერს ვაგროვებთ სექტორის დასაწყისისთვის, ძალიან სერიოზული ტელევიზიისთვის. ჩვენ ყველა ხარჯს როცა გავწევთ, აუცილებლად ბუღალტერული დოკუმენტებს გაჩვენებთ, თუ რაში დაიხარჯა ეს ყველაფერი, ეს თქვენი ფულია, ჩვენ საერთო საქმეს კეთდება, ჩვენ ამ ფულს მოუვლით ისე, როგორც ქართველ კაცს შეეფერება ღირსეულად, ღირსეული საქმისათვის. ამიტომ მადლობა ყველას. მადლობა რომ უყურებთ ამ გადაცემას, მე თქვენს წინაშე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და იმედი მაქვს, რომ ეს გადაცემა, ახლა უკვე მე მარტო ვარ, ცხადია, ჩემთვის უდიდესი სტიმული იქნება, რაც უფრო მეტი მაყურებელი ნახავს ამათ, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი იმ ეგრეთ წოდებულ ტელევიზიებსა და ჩემ გადაცემებს შორის. დიდი მადლობა. მომდევნო გადაცემის შესახებ მომავალ შაბათამდე ერთ-ორ გადაცემას კიდე გავაკეთებ და დამატებით გაცნობებ. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.